საფუძვლიანად განვიხილოთ ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით. ორი ვარიანტი ნაირჩიეთ ერთ-ერთი. პირველი ვარიანტი ეს მწვანე ფერის წყლით იყოთ, მეორე ეს ლურჯი შავში. დამიწერეთ კომენტარში რომელი ვარიანტი აირჩიეთ. ნახოთ ჯერ კვირის განმავლობაში ზოგადი ენერგია, ვინც პირველი ვარიანტი აირჩიეთ, რა ენერგიაში იქნებით ზოგადად. მერე ფინანსები ნახოთ პირადი ურთიერთობა. ზოგად ენერგიებში ხა კვირის განმავლობაში შესაძლებელია ემოციური გადატვირთვა გქონდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში და მოგიწიოთ რაღაც ძველის დატოვება, ცოტა უკმაყოფილოები ხართ, აი ფიქრობთ რაღაც სიახლეზე, გზაზე, წამსვლაზე, თითქოს ის არსებული სიტუაცია, სადაც ხართ არ არის თქვენთვის დამაკმაყოფილებელი და რაღაც ახალი ემოცია, ახალი ან სიახლეების მოთხოვნილება გაგიჩნდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. კვირა საკმაოდ საბოლოოდ რო შევაფასოთ, ემოციური დატვირთული იქნება თქვენთვის, აი თითქოს და რაღაცა შეიძლება შემოქმედებითი უნარები გაგეხსნათ, ხელოვნება, ხატვა, სულიერება, მედიტაცია, მსგავსი პრაქტიკები. შესაძლებელია სადაც წახვალთ, რითაც დაკავდებით, თქვენთვის ძალიან გულთან მოვიდეს ახლოს, ძალიან ისე თბილი, ემოციური მომენტები გამოიწვიოს. შეიძლება წარსულის ნოსტალგიებიც გამოიწვიოს. პირველ ვარიანტში ამ კვირაში ცოტა ნოსტალგიური ამბებიც გქონდეთ. მაინც კვირა არ არის ცუდი ენერგიებით დატვირთული, უფრო რაღაცა ძველიდან ახლისკენ სვლა, ახალი გზა, ახალი საძებობები, უბრალოდ ამ გზაზე თითქოს ყოყმანობთ და მერყეობთ და არ ხართ დარწმუნებული, სწორად მიდიხართ თუ არა. ეხლა ვნახოთ, აბა ფინანსებში რა გიჩვენთ პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში, საქმეში, ფინანსებში, რა ენერგიებში იქნებით. ფინანსებს რაც შეეხება ეხლა, ფულთან დაკავშირებით შესაძლებელია და საქმესთან დაკავშირებით გქონდეთ აი ესეთი გაურებული მდგომარეობა, ან გქონდეთ შინაგანი გაურება და რაღაცა საკითხზე არჩევანის წინაშე იდგეთ და გადაწყვეტილებები იყოს მისაღები, მაგრამ გიჭირთ ცოტა დაბნეულებს გხედავთ, ცოტა არეულებს გხედავთ. ყურადღებით იყავით ამ კვირაში ფულთან დაკავშირებით, ზედმეტ ილუზიებს არ მიეცეთ, ზედმეტ ფიქრებს არ მიეცეთ, ზედმეტ ატკბჭყალებს ვთქვათ, არ ჩავარდეთ ესეთ ოცნების კოშკები არ აიგოთ, იმიტომ რომ შეიძლება მერე ცოტა არასასურველად განვითარდეს მოვლენები, თითქოს ფულთან დაკავშირებით ამ ერთი კვირის განმავლობაში რეალობის დანახვა, ბოლომდე აღქმა გიჭირთ და ვერ ხედავთ სრულყოფილად სინამდვილეს და გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანს მოდი ნუ მიიღებთ ამ ერთ კვირაში. შეიძლება გარშემო ყოფებმა შეგიქმნა რაღაცა ილუზიები, ისეთი შთაბეჭდილებები, რომ აი ყველაფერი სხვანაირად არის და თავზე მოგახვიონ რაღაცები, ამიტომ კარგად დააკვირდით და გაახილეთ ფართო თვალები, შეცდომაში არ შეხვიდეთ. ნუ კვირა ფინანსებისთვის არც ის ახარბიელო არ არის, ცოტა დაბნეული და კრიზისული მომენტებია. შეიძლება რაღაცის გაკეთება გინდათ და არ იცით როგორ გააკეთოთ. მოძრაობა გაწყვეტილებების მიღება არ არის, აქ უფრო არჩევანებია, მაგრამ ფრთხილად ამ არჩევანთან სხვების აზრმა შეიძლება უფრო მეტად კიდე დამაბნეველად იმოქმედოს თქვენზე. ეხლა ვნახოთ პირადი ურთიერთობები. პირად ურთიერთობებში რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. პირადზე სამბარაცა მოვიღებ მოდით. ოჰო, მოკლედ პირადი ცოტა რთული აშკარად ინტუიციამ სწორად მიგრძნო. შესაძლებელია რაც უკვე დაიწყო ან ერთი კვირის განმავლობაში რაღაცა დასრულებული სიტუაციებში ჩავარდეთ, ცოტა პაუზის აღება მოგიწევთ პირად ურთიერთობებში ამ ერთი კვირის განმავლობაში, გადაფასება, შეფასება, გადახედვა სიტუაციის ურთიერთობების, აქ თქვენგან მოითხოვს დაკვირვება, შეიძლება ურთიერთობები იყოს დაპაუზებული, კონტაქტი ნაკლებად გქონდეთ პირადში, შეიძლება მარტო ყოფნა მოგინათ, აი ესე შემოზღუდოთ გარშემო სივრცე და თქვათ, რომ არავინ გამეკაროს, არავინ შემეხოთ, ჩემთვის მარტო მოვყოფეთ. ესეც მშვენივრად ვარ, შეიძლება გქონდეთ რა ეგეთი მომენტებიც აქ პირად ურთიერთობებში. მოწყენილები მარტო ყოფებს გხედავთ, თქვენს გვერდით პარტნიორს ამ ერთი კვირის განმავლობაში ვერ ვხედავ. მაქსიმუმ ყველაზე იდეალურ ვარიანტში იყოს დაგეგმვა მომავლის ერთი კვირის განმავლობაში, რაღაცეების სიტუაციების გარკვევა, საკითხების დალაგება, იქ რაც სადაც აქამდე კითხვის ნიშნები გქონდათ პირადში თქვენს პარტნიორთან, შეიძლება საკუთარ თავშიც გქონდათ, ამ კითხვას პასუხები გაეცემა და თქვენგან დაკვირვებას მოითხოვს და გაწყვეტილებების მიღებას. ეხლა ვნახოთ ჯანმრთელობა, მოდი. ჯანმრთელობაში რა გიჩვენთ ამ ერთი კვირის განმავლობაში პირველ ვარიანტის წარმომადგენლებს. მოკლედ გაგვიგრძელდა პირველ ვარიანტს. ჯანმრთელობას რაც შეეხება ეხლა.
ჯანმრთელობაზე ვიტყოდი ესეთ რამეს, რომ ემოციური გადაღლილობები შეიძლება გქონდეთ და ყურადღება მიაქციეთ მაგას, რომ ფსიქიკას შინაგან სამყაროს დააკვირდით, არ გადატვირთოთ, თუ რამე გაწუხეთ, წყენები გამოხატეთ, რა თქმა უნდა კონსტრუქციულად, არა აგრესიულად. შესაძლებელია, რომ ჯანმრთელობაში გქონდეთ ასევე წელის ტკივილი, თავის ტკივილი საქმიანობის გადაღლიდან გამომდინარე იყოს, მაგალითად მოწყენილები იყოთ, უიმედოთ იყოთ, რომ არაფერი მეშველება, რომ ყველაფერი ისე არის, მაგრამ რეალობაში შეიძლება ესე არ იყოს, უბრალოდ რაღაცაზე ხართ გულდაწყვეტილები და ძალიან გულთან მიგაქვთ ემოციურად ახლოს. ახალი არ გირთულდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც წინ მიდის, არც უკან მიდის. შეიძლება უკეთესი გინათ და პროცესების დაჩქარება გინათ, მაგრამ არ ჩქარდება ეს პროცესები თქვენ ჯანმრთელობაში, შენელებული რბილი ნაზი ენერგიები არის. ემოციურ ფონს გაუფრთხილდით და დააბალანსით. მოდით ახლა რჩევა ვნახოთ და დავასრულოთ პირველი ვარიანტი. ვნახოთ რას გირჩევთ ტარვამ ერთი კვირის განმავლობაში ჰარმონიულად, ბალანსირებულად როგორ უნდა იგრძნოთ თავი. ნახოთ ერთი გეტყვით კონკრეტულად. მოკლედ რჩევა ესეთია, რომ დროა განვითარდეთ, დროა გამოხატოთ საკუთარი ამბიციები, სურვილები, პროტესტები, უკმაყოფილობები, შეიძლება საქმეში, შეიძლება სამსახურში, შეიძლება პირად ურთიერთობაში, შეიძლება ოჯახში, ახლობლებთან, მეგობრებთან, გარემოცვაში, არ აქვს მნიშვნელობა, სადაც იქნებით, გამოხატეთ აქტიურად თქვენი თავები. ერთ ადგილას გაჩერება არ გინდათ, სიტუაციებს ესე გაუჭებით, ის რაც გასაშვებია, მოდუნდით და დალაგდება თავისით. კარგი იქნება ერთი კვირის განმავლობაში ახალი წამოწყებები, თუნდაც არ ვიცი, რაიმე შემოქმედებითი ხატვით, მუსიკით, სიმღერით, ბუნებაში გასეირნებით, რამდენადაც შესაძლებლობა იქნება მეგობართან მისვლით ემოციების გაზიარებით, გადააყოლოთ გული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც საკუთარი მე გამოხატოთ, თქვენი ინტერესები დაიცვათ, შეხვიდეთ თამამად კონკურენციაში, წახვიდეთ წინ, ახალი გზები გახსნათ. აქ ერთ ადგილას ყოფნა და ერთი ვინმეზე დაყრდნობა, შეიძლება ვიღაცა ადამიანს ელოდებით ამ ერთი კვირის განმავლობაში, რაღაცა რომ მისგან წამოვიდეს მოქმედება, მაგრამ ნუ დაელოდებით, ადიქით და თავად გააკეთეთ ის რისი გაკეთებაც გსურთ და მსხვერპლის როლში არ გადავხვიდეთ, შემოქმედი გახდით და თავად იყავით მოქმედები. ეხლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. დიდი ვიდეო კი არის, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა. მოკლედ მეორე ვარიანტი, ეხლა ეს ფერი ვინც აირჩიეთ. თუ გინდათ პირველმა ვარიანტმაც მოусმინეთ, არც მაგის პრობლემა არ არის. ზოგადი ენერგიებით დავიწყოთ, ესე იგი. მეორე ვარიანტს რაც შეგეხებათ ეხლა ზოგადი ენერგიები. შედეგის შესაძლებელია რაღაცები თუ უკვე ნაკეთები გაქვთ წინა პერიოდებში, თქვენი ცხოვრების რაღაც ეტაპს. ამ კვირაში შედეგი დადგეს. არა მგონია მთლად ეს შედეგი ყველასთვის ერთნაირად სასიამოვნო და მოსაწონი იყოს, მაგრამ ცოტა რთული სიტუაცია. აქ ცდუნებების კვირა გელოდებათ, შეიძლება აგრესიულები გახდეთ, ფრთხილად იყავით მოტყუებებთან, თაღლითობებთან, რისკებთან, манипуляტორებთან. გარშემო შეიძლება გახვევიათ ესეთი ადამიანები და ამ ერთ კვირაში ვიღაცები გააქტიურდნენ. შეიძლება გაოცდეთ კიდეც, რომ მე არ ველოდი, რომ ესეთი იყო, ან ეს ადამიანი, ან ეს სიტუაცია ესე დალაგდებოდა, მაგრამ ცოტა უჩვეულო პერიოდი შეიძლება იყოს, ყველამ შეიძლება თავისი თავი და თავისი ხასიათი გამოავლინოს ამ ერთ კვირაში, ამიტომ ცოტა გაოცებულებით დარჩებით რაღაცეებში. კვირა განსაკუთრებულს ახალს არაფერს არ გაძლევთ, გარდა იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება დალაგდეს და ხელის გულზე დაინახოთ, შედეგები მიიღოთ. თუ ბევრი იშრომეთ, ყველაზე ფინანსებისთვის შეიძლება იყოს კარგი, რა მხრივ იცით, თუ ბევრი გაქვთ ნაწვალები უკვე წინა პერიოდებში და შედეგს ელოდებოდეთ, ძალიან კარგი შედეგზე გავხვალთ ნამდვილად. თუ ამ მხრივ არაფერი განსაკუთრებული არ გაგიკეთებიათ, მაშინ ფინანსებში დიდად სახარბელოს ნურაფერს დაელოდებით. ეხლა ვნახოთ, მოდით ფინანსური და საქმიანი თემები განვიხილოთ, მერე პირადი ჯანმრთელობა და რჩევა. ვნახოთ ეხლა საქმიანი სიტუაციები, ფინანსური მდგომარეობა ამ ერთ კვირაში. საინტერესო ფულისთვის კარგი კვირა, როგორც ზოგად ენერგიებში წამოვიდა, როგორც ხედავ, ახალი შანსი, ახალი შესაძლებლობა,
შეიძლება ახალი სამსახური შეთავაზება იყოს, ან რამე სესხსელოდებით და მიიღოთ, ან ვიღაცისგან ფული დაიბრუნოთ, ან ხელფასი ჩაგერცხოთ. ფულის შემოსავლის კუთხით ერთი კვირაში ფული შემოგდით ნამდვილად. მაგის თვალსახად შემიძლია. აქ არის ერთი მომენტი, რომ შეიძლება ბევრი ფულის გამო ძალიან წვალობდეთ, ან საქმე რასაც აკეთებთ ფიზიკურად ძალიან დამღლელია, ძალიან მიტვირთებით და თქვენთვის ეს შრომა ფული მოდის, რესურსი მოდის, მაგრამ ძიმე უკიდურესი შრომის ფასად. შეიძლება თავათაც გაქვთ ესეთი რწმენა, რომ ფული ჩემთან მარტივად არ მოდის, ფული სულ წვალებით უნდა მოვიდეს და რეალურად მე ესეც ხდება და პროექციას უკეთებ და პროვოცირებას ამ ჩვენს ნეგატიურ რწმენას წარმოქმნას. კვირაში ფინანსურად იქნება გამართული, შანსები გექნებათ, მაგრამ დახლის და შრომის ფასი დიდია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას მეტად არ გადაიღალოთ. ეხლა ვნახოთ პირადი ურთიერთობები ერთი კვირის განმავლობაში. პირადში სამგარათია მოვიყოთ აქაც. ესე იგი მოკლედ პირადი პირველისთვისაც რთულია, მეორეთვისაც რთულია, ცოტა გამოკვეველი არეული, დარეული ბუნდოვანებები ჩანს ძალიან ბევრი, თითქოს ილუზიებში ხარ, თითქოს გატყუებენ, შეიძლება რეალობას ვერ ხედავთ, შეიძლება ემოციური მიჯაჭვულობა გაქვთ, ცოტა ემოციური არასტაბილურობა, ხან წრეზე ტრიალის მომენტი შეიძლება გქონდეთ პირადში, ხან ისე, ხან ასე, შეიძლება აქ სასიყვარულო სამკუთხედები, ორმაგი სტანდარტები, მესამე პირები არსებობდეს, რაღაცა გაურებული მდგომარეობები იყოს, ფრთხილად მოტყუებებთან პარტნიორი ჩანს, რომელიც შეიძლება არ არის სანდო თქვენთვის ბოლომდე და გულწრფელი და გაფრთხილდით პირად ურთიერთობებში. შეიძლება თავათაც იყოთ არეულები, დაბნეულები და ვერ გაგიგოთ კაცო საერთოდ რა ხდება ამ ჩვენს პირად ცხოვრებაში, რა უნდა ამ ადამიანს ჩემგან, შეიძლება ვიღაცა წარსულის ადამიანია და ვერ ივიწყებთ და არ გასვენებთ მასზე დარდები და ფიქრები. ცოტა არასტანდარტული და ცოტა არეული არის პირადი ურთიერთობები ამ ერთ კვირაში. თავიდან განსაკუთრებით გაურკვევლობებია. მე შეიძლება დალაგდეს, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს პირველი არ იქნება, არც უკანასკნელი, ბევრჯერ შეიძლება განმეორდეს მსგავსი სცენარი თქვენს პირადში. ეხლა ვნახოთ ჯანმრთელობა. ვნახოთ ამ ერთ კვირაში ჯანმრთელობა როგორ იქნება. ჯანმრთელობის საკითხს რაც შეეხება ჯანმრთელობაზე, როგორც პირველ ვარიანტი, ისე მეორე ემოციებთან, ფსიქიკურ ამბებთან, ფსიქოლოგიასთან, სტრესი, შეიძლება დასადარდებელი ფიქრები, დეპრესიული ფონი შეიძლება ცოტა გაგიმწვავდეთ, შეიძლება ზურგის პრობლემა გქონდეთ და მიაქციეთ ყურადღება, თითქოს ჯანმრთელობაზე რაღაც ერთ იგივე წრეზე დადისაკაც რაღაცა ქრონიკულმა შეგაწუხოთ, ან შეგამოჩნდეს ისევე თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება თავის ტკივილები გქონდეთ და მიაქციეთ მაგასაც ყურადღება. თითქოს ერთ კეთყვით, თუ ემოციურად დალაგებულები ხართ, ან მაგალითად ფსიქოლოგიურად ჯანმრთელობა სტაბილურია. თუ შინაგანად ვერ ლაგდებით ემოციურად, მე რაღაცები წამოგტკივდებათ, მაგრამ რაც წამოგტკივდებათ, უფრო ფსიქოსომატური მგონია იყოს, ვიდრე რეალურად რაიმე გაწუხებდეთ ჯანმრთელობაში. აქედან იმართება ერთ კვირაში თქვენ ჯანმრთელობა. ეხლა რჩევა ვნახოთ საბოლოო ჯამში, რას გირჩევთ ტარო თქვენი ჰარმონიულობისთვის, განვითარებისთვის, წინსვლისთვის, რო ჯობია, როგორ გამოიქცეთ აქ მომავალში. მიცადეთ. ესე იგი რჩევა. რჩევა ერთი კვირის განმავლობაში. პირველი და ყველაზე უმთავრესი. დაიცავით მიიღება გაცემის ბალანსი. ფულში, პირად ურთიერთობებში, სიყვარული, ზრუნვა, ჰარმონიულობა, თანადგომა, ყველაფერში ბალანსი დაიცავით, არ გადახვიდეთ დისბალანსებში. მეორე კიდე. სანამ რაიმე ნაბიჯს გადაადგავთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილეთ, ყველა დეტალი ამოქეკეთ. ბრჭყალებს რომ თქვა, ჩართეთ აგენტურა, არ ვიცი, გახდით გამომძიებლები, ყველაფერში ეჭვი შეიტანეთ, მიწიდან ამოთხარეთ ყველა დეტალი, ყველა საკითხი, არ გადადგათ ისე ნაბიჯი. პიროვნება იქნება, ეს ურთიერთობა იქნება დეტალებში დასვით რთული კითხვები, განსაზღვრეთ ყველა ვარიანტი, ყველა ვარაუდი ვერსია,
განიხილეთ ცხოვრებაში. აქ რაღაცა ვერსიები უნდა დაამუშაოთ, ან ვარიანტები, საით უნდა წავიდეს თქვენი მომავალი, როგორ უნდა განვითარდეს, მაგრამ თავდაჯერებულები იყავით. პანიკაში არ ჩავარდეთ, ეს არ გადაგივიდეთ იმაში, რომ ვაიმე აღარავის ვენდობი, რეალურად უნდა ენდოთ საკუთარ თავს. მაგრამ ეს არ უნდა გამოხატოთ უხეშად და მინუსში არ გადახვიდეთ, რომ მე ყველა მტერი მგონია, რომ არის. ესე არ არის, თუმცა ფრთხილად იყავით, მაინც ლოგიკას დაეყრდენით, ინტუიციას, ემოციებს ნაკლებად კვირა ლოგიკურობისკენ მოგიხმობთ. ზედმეტი არ გასცეთ, არავის არაფერს დაპირდეთ, არც ფული გასცეთ ამ კვირაში სესხებთან ფულის გაცემა ძალიან თავი შეიკავეთ, არ არის სახარბიელო კვირა. ზედმეტი ინიციატივები არ გინდათ, თავი აქეთ დაიფასეთ და გაანალიზეთ ყველაფერი ლოგიკურად. რატო ხდება, რისთვის ხდება, დასვით მწვავე კითხვები, როგორც საკუთარ თავთან, ისე გარეთ ადამიანისკენ, ვისთანაც ფიქრობთ, რომ რაღაცა საკითხები გაქვთ გასარკვევი. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო ეხლა ცოტა ხანგრძლივი გამოვიდა, შეგიძლიათ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის, ბედნიერ, წარმატებულ, სიყვარულით და სიხარულით სავსე კვირა გქონოდეთ.